სასტუმროში რატომ მეტეხებალაში ნიდერლანდების სამეფო საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ევროპის სახლი და პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების ორგანიზებით სემინარი გაიმართა. სემინარზე განიხილეს საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების პრობლემები. ასევე ისაუბრეს საცობების და საჯარო ტრანსპორტის პრობლემის გადაჭრის გზებზე. სემინარზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ჰანს ჰირბახი. სემინარების ბოლოს საგზაო უსაფრთხოების თემისადმი მიძღვნილი გამოფენა ადამ ბემდე გაიმართა. ეს ფორმატიც, რაც ორგანიზატორების მიერ იქნა შერჩეული, სადაც არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ექსპერტები, ისეთი წარჩინებული ქვეყნის, როგორც ჰოლანდია არიან მოწვეულები, მართლაც რომ მისასალმებელი ფაქტია და იძლევა იმის საფუძველს, რომ მომავალშიც კერძოდ საგზაო უსაფრთხოების სფეროში წარმართოთ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა აღნიშნულ ქვეყანასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებები და რეფორმები განხორციელდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საუბარია როგორც პროექტებზე, პრევენციულ პროექტებზე, ასევე მართვის მოწმობების გაცემაზე, საგზაო ნიშნებზე. ნიდერლანდების სამეფოში მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან შედარებით საგზაო მოძრაობა უმაღლეს დონეზეა დარეგულირებული. აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ საქართველოს ჩვენი გამოცდილება